აპრილის შუა რიცხვებია დაახლოებით, მაგრამ ალბათ ვიდეოს რო ავტვირთა უკვე აპრილის ბოლო იქნება. კიდევ ერთ ტურს გადავიღებ, გერმანიაში ვარ და უნდა დავიტვირთო ფიცრებით, რაღაც DSP-ს მსგავსი ფიცრებით. ეხლა პაუზაზე ვარ გაჩერებული, ტვირთი მოვიტანე ისეთი რომ იყო რამპიდან დასაცლელი, ამიტომ ესეთი პლომბის კაბელი გვაქვს გაკეთებული. ეხლა რა ვქნათ? ეს პლომბის კაბელი მოვხსნათ. ესეთი პატარა რაღაც გამოსაწევი აქვს Volvo-ს, გამოვწევთ და აი ამაზე უნდა დავახვიოთ მთლიანად ეს კაბელი. ერთი ხელით მომიწევს გაკეთება, მაგრამ შევძლებთ. მერე მისაბმელით ცოტა დავალაგოთ შიგნით, იმიტომ რომ აქედან დაახლოებით 20 კილომეტრში უნდა წავიდე და რემნები მაქვს პირდაპირ ჩამოკიდებული და შეიძლება გზაში ჩამოიყაროს. ვიდეოების ატვირთის სიხშირე ცოტა მოუკელი, იყო რაღაც მიზეზები, მაგრამ რას ვიზავ შეძლებს დაგვარად როგორც შემიძლია. აი მე ახალს და საინტერესოს ესე ეტაპობრივად დავამატებ. ამინდები გამოვიდა, მაგრამ სტანდარტული გერმანიის სიტუაციაა. უშუალოდ ამ მისაბმელს აქვს ესეთი ცოტა ფართე გასაყრელი, ხო, სადაც პლომბის კაბელი ეყრება და ამიტომ მარტივად გამოდის. არის მისაბმელები, რომელშიც აი ბოლოში იჭედება ხოლმე. ეხლაც გაიჭედა, მაგრამ ოდნავ დაქაჩვის მერე მოდის. ძალიან რომ დავქაჩოთ შეიძლება თავი ისე დავაზიანო, რომ შესაძლებელი გამიხდეს. ხო, წავედი ახლა ზემოთ გადავახვიოთ ეს კაბელი. ასეთი ამბავია. აქ ჩვეულებრივად მიყევი მე. ჩემი ასე ვთქვათ, გაბარიტები პრობლემა არ არის და ამაზე დავახვევთ პირდაპირ პლომბის კაბელს. ახლა რა დატვირთვაზეც მივდივარ, იმ დატვირთვაზე არც პლომბი მჭირდება. არც რაიმე მსგავსი, უბრალოდ მძიმე ტვირთია. ეგ არის შეიძლება ითქვას მინუსი. ესე ამოვუყრით და ბოლო მხარეს მე პირადად ესე ვაკეთებ ხოლმე, რომ არც არ წავიდეს. მაინც არც არ წავა, მაგრამ სჯობს დაზღვევა. ესე ხო და აქაც ახლა ერთი ისეთი მომენტი არის, ნახვება ჩვენება მინდოდა, ნახვება არ ვიცი რა სიტყვა არის. აი ახლა ეს მაგალითად ნორმალურად არის დაჭიმული. როცა ესენი არ არის კარგად დაჭიმული, სიარულის დროს ამან იცის მოძრაობა. ხოდა ჩემთვის ეგ რაღაცნაირი დისკომფორტია, სიმართლე რომ ვთქვა. არ მიყვარს ეგრე რო არის ხოლმე. წავედით ახლა და რემნები დავამაგროთ და დავაფიქსიროთ ნორმალურად. ყველაფერი მარტივი არის, უბრალოდ მაინც იქნებინმე მარიწოდეს. შმიცის მისაბმელს ესეთი მარტივი ხილაკებით აქვს და არწები გაიღება ეს ამის. აქეთაც ესე დავაწვევით, გაიღება და მთლიანად მოყვება უკვე კარი. აქეთ ხარის როცა გამოვწევთ, ქვემოთ აქვს ესეთი რკინა, რომელთაც ვაფიქსირებთ, რომ მოძრაობაში არ ჩამოვარდეს. ყველას ესე ძირითადად ყოველთვის ესეთი არის კიბეების ხმაც. და მოდივართ ჩვენ მისაბმელში. რემნები ახლა ნორმალურად არის ასე თუ ისე ჩამოკიდებული, უბრალოდ ერთი რაც მინდა, ამას ზუსტად განახებთ, რომ დავაფიქსირო მოძრაობის დროს რომ არ ჩამოიყაროს. აი მაგალითად ამ რემენზე გავაკეთებ მაგალითს. ყველაზე კარგი ვარიანტი როგორ იქნება ახლა ამის დაფიქსირების და დანარჩენის გადაღებას აღარ დავიწყებ, იმიტომ რომ უბრალოდ დრო წავა. ესე უკანა მხარეს ჩავატანიებთ. ამაზად. სწორად. რაღაც ესე ამ სიგრძეზე რომ განზე მეტიც არ მოუვიდეს. ავიღებთ ამას ესე გავასაშუალებთ. ისევ ანალოგიურად უკანა მხარეს ჩავატანებ. შეიძლება რაღაც სიტყვებს თლად ქართულად არ ვიძახი, მაგრამ მიმხედრი მიხვდება ალბათ რასაც ვამბობ.
და ამების ჩატანების შემდეგ აი ამ ბოლო ნაწილს ესე ავიღებ და უბრალოდ გამოვკრავ ასე ვთქვათ და გამოდის როგორი სურათი. აი ესე. ხო და როცა უკვე მივალთ დასაცლელად, დასატვირთად და ასე შემდეგ დაგჭირდება რემენი, უბრალოდ ამას ჩამოვქაჩავთ და ამის გასწორების შემდეგ რო დავქაჩავთ, წამოყვება მთლიანად. ყველა რემენი უნდა გავასწორო ახლა და ეს დოსკებს ეძახიან მოკლედ რა ზუსტი სახელი აღარ მახსოვს. ჩამოვალაგებ დაბლა, იმიტომ რომ უნდა გავაღო მარცხენა მხარე, დავიტვირთო მარცხენა მხრიდან და არ მინდა უბრალოდ ამ სიმაღლეზე ამოვიდე. ესეთი სურათი გამოვიდა. აქეთ მხარეს რევნები თავის სიმაღლეზე, აქეთ მხარეს სკინები თავის ადგილას გვაქვს, ერთადერთი რაც არ მომწონს 4 და 3. ხო. აქ ერთი ცალი რემენი უნდა დავამატოთ ყველა ვარიანტში. ეხლა მე იმ რემენს დავამატებ. ამასობაში ისმენას გავხსნით, საღამოს 8 საათზე მაქვს დატვირთვა. დილის 7 საათზე მაქვს დაცლა. მოკლედ ღამის რეისია. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ამ რეისის მერე სავარაუდოდ შევდივარ ბაზაზე და მოვდივარ საქართველოში. ხო, ცოტა ხანი დავისვენებ და ისევ დაუბრუნდები ჩემს საქმეს. რემნებიც გაწყობილია, სამაგრებიც გაწყობილია. დიდი ხანია მანქანა დგას და ერთი ახლა რა შეგვიძლია გავაკეთოთ, შევამოწმოთ ზეთი, იმიტომ რომ როგორც ვიცი Mercedes მხოლოდ პროგრამულად და ელექტრონულად შეგიძლია რომ ნახო ზეთი რამდენია ძრავში და აქ ჩვეულებრივი ეგრეთ წოდებული შუპი არის. აი ესეთი ადგილი არის, საიდანაც გამოვწევთ რომ ავხადოთ ეგრეთ წოდებული კაპოტი. ჩამოვწევთ ამ კინას. მეორე შეგვიძლია ჩამოვწიოთ ძალიან კომფორტული რამეა. ხო, ეს ყველავოლოს არა აქვს, ეს არის დამატებითი ფუნქცია, ეგრეთ წოდებული სტაიაჩი კონდიციონერი, ანუ კონდიციონერი, რომელიც მუშაობს დაფოქვის გარეშე. ძალიან დიდი პლუსია. ეხლა მზი არის, საკმაოდ ცხელა და მწერები და რაღაც თრინავი ობიექტები, რომლებიც არ გინდა რომ მანქანაში შემოგივარდნენ, უბრალოდ ჩართავ და ესა ამასაც გააგრილებ მანქანას შიგნით. ამასაც შიგნით გეტყვით როგორ და რანაირად ისე შევამოწმოთ ზეთი. ეს არის შუპი ზეთის ამ მანქანაში, ეს არის წყლის, ანუ დამაგრილებელი სითხის კუთხი. ნუ აქ შეგვიძლია ჩვეულებრივად ვნახოთ მაქსიმალური ლეველი რა გვაქვს და მინიმალური. ამ შემთხვევაში არ ვიცი ვიდეოში ჩანს თუ არა, მაგრამ ჩემთან ჩვეულებრივ ჩანს რომ არის. რაც შეეხება ზეთს, ახლა ჩავხედოთ, ორივე ხელი დამჭირდება, ამიტომ კამერას სხვაგან დავაკეთებ. გაგჭირდება ახლა ამ პროცედურისთვის. უნდა სალფეტკი, ესეთი აუცილებლად თეთრი სალფეტკი, სხვა ფერის სალფეტკი არ შეიძლება და ამას ესე დავატრიალებთ ოდნავ, რომ გამოვწევთ ესე მოდის და მოდის. გავწმინდოთ ყველანაირ ვარიანტში იმას, რაც გვაქვს ეგრეთ წოდებულ შუპზე, არ ვიცი როგორ ჩანს და რანაირად, მაგრამ აი მაქსიმალური და მინიმალური რა და ნორმაზე მაღლა უნდა იყოს, მინიმალურისკენ არ უნდა იყოს წასული ჩვენი ზეთის მდგომარეობა. ხო და აუცილებლად ცივ ძრავზე, რომელიც დიდი ხანია დგას. ჩავიყვანთ ბოლომდე კარტერში და ესე გამოწევის შემდეგ უკვე ფრთხილად უნდა დავაკვირდეთ ნიშნელს. როგორც ხედავთ, მაქსიმუმს აკლია ოდნავ. ხო, ესეთიც გავწმინდოთ. არ არის აუცილებელი ეს. ესეთი უკან მოხდეს და ჩაუშვათ ეს გრძელი შუპი უკან თავის ადგილას და აუცილებლად დავამაგროთ, დავატრიალოთ და შევამოწმოთ, რომ არსად არ წავა. აქედან ზეთი ემატება, აქედან წყალი ემატება. სულ ეს არის ძალიან მარტივი და ლოგიკური კონსტრუქცია აქვს ამ მანქანებს. ეს არის ეგრეთ წოდებული ჩისტი ტელების
სითხე, საწმენდის სითხე, წინა საქარემინის. ხო, ეს კიდე შეიძლება გამოიყენოთ ასაშტომად. ეს შეიძლება გამოიყენო რაიმის გასაფენად. რას იზავ, ხანდახან ესე ხდება ხოლმე, რომ ტანსაცმელს საშრობში ვერ აშრობ და როდესაც გარეცხა უნდა გაფინო სადმე და სალონში ატანას ჯობია ყოველთვის რომ ადგილას გაფინო. ესე იკეტება ჩვენი Volvo-ს ეგრეთ წოდებული კაპოტი. აქედან მეტი არაფრის წვდომა არა გვაქვს. თუ რაიმეზე დაგჭირდება მისვლა, მე უკვე კაბინა უნდა ავწიოთ თვითონ ზარიდან. რაც იმედია, არავის არ დაგჭირდებათ. წავედით ახლა სალონში ავიდეთ და რამოდენიმე საათში უკვე მე ველას გავხსნი და დავიძრები დასატვირთად. ამოვედით ჩვენი Volvo სალონში და ეს ფუნქცია როგორ ჩავხტოთ, ხო? ძალიან მარტივი არის, იმიტომ რომ ვისაც ყავს, ალბათ ყველას იცოდინება, რომ უბრალოდ აი აქ კლიმატის ხილაკს რომ დავაწვევით, აწერია ფიფკი და აწერია გამათბობელი ეგრეთ წოდებული ვებასტოს მსგავსი და რომ დავაყენებთ კონკრეტულ ტემპერატურაზე, აი ეს ფოკუსის გაკეთება ცოტა უჭირს, მაგრამ ჩანს ავტომატურის გვერდზე რომ ფიფკი ახატია, ანუ თვითონ უკვე გადაწყვიტა რომ უნდა ჩართოს ის კონდიციონერი, რომელიც გააგრილებს მანქანას. ძალიან დიდი კომფორტია რა. შეიძლება ითქვას უნდა იყოს ყველა სატვირთოში ალბათ ესეთი დამატება. ეგრეთ წოდებული ნავაროტკა. ხო. მეტი ჯერჯერობით არაფერი მნიშვნელოვანი და როგორც მსახურის ნავიგაცია მეუბნება დაახლოებით 9 საათის გზა მაქვს დასატვირთად რომ მივიდე. სავარაუდოდ ისევე ღამის კადრები იქნება, მაგრამ ვერაფერს ვერ ვიზავ. ძალიან არ მომწონს სხვათა შორის GoPro-s ღამის გადაღება, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერაფერს ვერ შევცვლი. უბრალოდ ბოლო პერიოდი ძალიან მომიწია ღამის სიარული და დიაში ახალი ვიდეოების ატვირთვაც ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ უბრალოდ ვერ ვახერხებდი გადაღებას. ესეც ასე, სმენა გავხსენით და შეგვიძლია დავიძრათ უკვე ნელ-ნელა დატვირთვის მიმართულებით. 34 წუთის გზაზე არის ჩვენი დატვირთვის ადგილი. იქიდან კი დაახლოებით საათნახევრის გზა გვექნება. შეიძლება მეტი უფრო, საათნახევარზე მეტის გზა გვექნება, მაგრამ მოკლედ პაუზის გარეშე ჩავდივართ ჩვეულებრივად და ვარაუდობ, რომ სანამ მივალ, მანამდე გავაჩერებ სადმე მანქანას პარკინგზე. Воспользуйтесь первым поворотом. ამიდი მშრალია. საათი შევცვალეთ უკვე გერმანიაში ზაფხულის დრო სხვა არის და ზამთარის დრო სხვა არის. 1 საათი არის განსხვავება ძირითადად და გადმოვედით ეგრეთ წოდებულ ზაფხულის დროზე. 8 წუთია და ისევ დღე არის ჩვეულებრივი, ანუ უფრო დიდი ხანი არის დღე რა, რაღაც ესეთი სიტუაცია გამოდის ხოლმე ამ საათის ცვლილებიდან. უდარშემი უნდა გავიაროთ ახლა და გავალთ ავტობანზე. ცოტა ვიწრო დასახლებაა, მაგრამ არ არის დიდი მოძრაობა და აქედან გამომდინარე პრობლემა არ არის აქ გავლა. თავარია ფრთხილად გავიაროთ უბრალოდ. ვინმე არ გადმოირბინოს გზაზე. ნაკლებად ხდება ესეთი რაღაცა, მაგრამ მაინც სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ჩემმა მანქანამ ახლა დაიწყო ეგრეთ წოდებული საჟავოის წმენდა. დიზელის კატალიზატორის წმენდა დაიწყო. ეს ბუნებრივი მოვლენა არის ყველა Euro 6 მანქანაზე
და იმ მანქანებზე, რომელსაც AD+ სითხი აქვს. Ну, ეხლა წმინდავს თავისით და რეგენერაციის დროს უბრალოდ ცოტა მაღალ ბრუნზე მუშაობს მანქანა, არა სასიამოვნოდ თითქოს. Mercedes-საც აქვს ესეთი ფუნქცია და Mercedes-ზე საერთოდ ადგილზე იმ ხელახმაზე იცის ხოლმე ხანდახან მუშაობა და იმ ხელა ბრუნზე რო გონია რომ რაზნოს რო ეძახიან დიზელის ეგეთი რამე დაეწყო, მაგრამ ამ დროს ჩვეულებრივად ნორმალური პროცესია. Через 200 метров поверните направо. Поверните направо. რაღაცა რკინა ჩამივარდა ზემოთ პლასმასში და ესეთი საშინელი ხმა აქვს მანქანის მანევრის დროს. რაღაც პატარა ნაჭერივით არის რა და ინტერიერის პლასმასში არის ჩავარდნილი. ვერ მოახერხე რომ უბრალოდ დამეშალა და ამომეყო და ამიტომ ესე დავდივარ ესეთი ხმაურით. Через 600 метров на кольцевой развязке. Воспользуйтесь первым поворотом. After 600 meters, go around the roundabout and take the first exit. Estates 2540. Then, you have reached Через your stop. 400 метров на кольцевой развязке. Воспользуйтесь первым поворотом. ესე იგი ველოსიპედები არიან საკმაოდ ბევრი, ალბათ რაღაცა შეჯიბრისთვის ემზადებიან. Воспользуйтесь первым поворотом. Go around the roundabout. ესე ვარაუდო. ხო, ეხლა ეს ალბათ აქეთ ჩემოა, მაგრამ მაინც დავაცადოთ. ხო, ასე ჯობია. ძალიან მიყვარს ხოლმე ესეთი დატვირთვები და დაცლები. არსადმე ჩქარება 18 წუთით ადრე მივდივარ დასატვირთად You have reached და ერთ სმენაში ვეტევი დაცლიანად, რომ Через 1 Аранайри километр проблема არ поверните მაქვს. направо. კიდან გამომდინარე, გვიანაც რო დამტვირთვან, ნელა დავაბად ტვირთი და ასე შემდეგ, არ იქნება პრობლემა დრო ყოფნის. აი გადარბენაზე რო ხარ, მაინც სტრესია და რაღაცნაირად road, turn right. ისე გრძნობ თავს. 2239 Nürnberger Straße. Then, არა საამაყოთ. Через 400 метров поверните направо. Потом поверните налево. მე შუქნიშნებზე მაინც ვანელებ ხოლმე, იმიტომ რომ ისე უცებ იცის ხოლმე ფერის შეცვლა. ანაირი სურვილი არ მაქვს, რომ წითელზე მომიწიოს გადასვლა. turn right. Estates 5239 Nürnberger Поверните Straße. направо. Then, Потом turn left. поверните налево. Через 100 метров поверните налево. Поверните налево. Turn left. I'll drive. Then, take the highway. უკანა ეგრეთ წოდებული პარაზიტები აწეული მაქვს. წონა არ მიდევს არანაირი და ძალიან კომფორტულად მომყვება მისაბმელი. არის რიგი შემთხვევები, რომ უბრალოდ ჩამოწეული ჯობია. და Volvo-ზე სალონიდან შეგიძლია რომ შეცვალო ფუნქცია აწიო ან ჩამოწიო ეს საბურავები, რომლებიც ექვემდებარება აწევას და ჩამოწევას რა. სხვა მანქანებსაც აქვს ეს, მარტო ამას არა აქვს, ანუ კნოპკაზეც აქვს ასე დააწვევი და ჩამოიწევა, მაგრამ უბრალოდ
მისაბმელის დამუხრუჭების ფუნქციიდან შეგიძლია რომ აწიო და ჩამოწიო რა. აი ამაზე მაქვს საუბარი. Продолжайте ехать по дороге. აქ სადაც ახლა უნდა დავიტვირთო, არის ძირითადად რამოდენიმე ადგილის დასაცლელი ტვირთი ხოლმე. ანუ ამ შემთხვევაში მომიწია ისე რომ მხოლოდ ერთგან მიმაქ და ძალიან კომფორტულია, იმიტომ რომ ესეთ შემთხვევაში ძირითადად ერთნაირი ფიცრები DSP ლაგდება ხოლმე ტვირთად. უფრო კარგი დასაბმელია ამას ვსაუბრობ და სხვადასხვა ტვირთი რო არ არის მარტივია შედარებით დასაბმელათაც და მოკლედ ყველაფრისთვის რა. Комфортულია რა ასე ვთქვა. Через 300 метров поверните. აქ უნდა შევიდეთ ამ სტოპზე გავჩერდებით და გაგვიღებენ. Через 200 метров попадете к целевому пункту. ესე ხელს აუწევთ და შეგვიშვებენ პარკინგზე, სადაც გავჩერდებით, დავარეგისტრირებთ და დაველოდებით უკვე მოდის დაგვიძახებენ ჩვენი რიგის მიხედვით. After 80 meters, you have reached your destination on your right. აი მაქსიმალურად ვეცდები რომ ბოლოსკენ ჩამოვიდე რა და იმედია იქნება ახლა აქ ადგილი რომ გავაჩერო. Reached your destination on your არის right. ადგილი რა, არ მიყვარს შორს გაჩერება, იმიტომ რომ ოფისი აქეთ არის და ირჩევნია რომ აქვე დავდგეთ ესე ლამაზად. აგვიძახეთ როგორც იქნა უკვე საღამო და ამასობაში და გავაჩერებთ ისეთ ადგილას, სადაც დავიწყებთ დატვირთვას.